მადლობა სინდისის პატიმრებს, სწორედ ამ გზავნილით გაერთიანდნენ დღეს მოქალაქეები, ქუჩაში იყვნენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და ყველა ის ადამიანი, ვინც ღიად უჭერს მხარს სინდისის პატიმრებს. დღეს აქ შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ მათთვის ახლა მთავარია, რომ სინდისის პატიმრები, ის ახალგაზრდები, ვინც თვეებია უკანონო პატიმრობაში არიან, გამხნევონ და უთხრან, რომ მათ ნაცვლად ახლა სწორედ ოჯახის წევრები იბრძვიან ქუჩიდან. ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სინდისის პატიმრების ნაწილს სატელეფონო კომუნიკაცია შეზღუდათ. აქ არიან ოჯახის წევრები, რომლებიც ამბობენ და ადასტურებენ ამ ინფორმაციას, თუმცა მას შემდეგ, რაც საზოგადოებაში დიდი პროტესტი გამოიწვია, ამავდროულად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დაუბრუნდათ ეს უფლება. დედები, რომლებიც ახლა შვილების ნაცვლად იბრძვიან, ამბობენ, რომ რეჟიმი მათ შვილებს ებრძვის, ცდილობენ ის ახალგაზრდები გააჩუმონ, ვინც ვერ შეაშინეს საპატიმრო დაწესებულებით და ახლა მათი განმარტებით მთავარი მიზანი აქვს ქართულ ოცნებას ის, რომ სინდისის პატიმრების ხმა საზოგადოებამდე ვეღარ მივიდეს. დღევანდელი შეკრების მიზეზი არის, რომ ჩვენ ბიჭებს გამოვუცხადოთ სოლიდარობა. ისინი მხნედარიან და ჩვენც უნდა გავძლიერდეთ. სოლიდარობის ნიშნად შევიკრიბეთ და აი ის რაც გავრცელდა შეზღუდვაზე, არ არის შეზღუდვა ზვიადზე და არც ბევრზე. რაღაცა ერთ-ორზეა ალბათ. მიზანი არის რეჟიმი, რომ უფრო დიდხანს გააგრძელოს მისი არსებობა, მაგრამ დღეები აქვთ მაგათ დათვლილი და ყველა ხერხს გამოიყენებს, რომ ყველანაირად შეგზღუდოს და რეჟიმი კიდე დიდხანს ვერ იარსებებს, რაც არ უნდა გამოიგონოს და გაიხანგძლოს დღეები თუ თვეები. მაინც რეჟიმი ჩამოიშლება მალე. ჩვენი სინდისის პატიმრებისთვის არის მიძღვნილი ყველაფერი ეს, რომლებიც იბრძვიან საქართველოს თავისუფლებისთვის, იმ ევროპული მომავლისთვის და ამ ბრძოლის გულისთვის საქართველოს სიყვარულისთვის არიან დაკავებული ჩვენი შვილები. ამათ არაფერი დანაშაული არ აქვს ჩადენილი. მიუხედავად იმისა, რომ მე 92 წლის 2 თებერვალს მაშინდელმა მხედრიანის ხუნტამ დამიხრიტა 17 წლის მამუკა ტერეშვილი, რომელსაც ქართული დრო შეეჭირა და მიტინგს ამაყაც წინ მიუძღოდა და ისმე სნაიპერის ტყვიით დამიხრიტეს. იმის შემდეგ გიორგის ბრძოლა არ შეწყვეტილა. ყოველ აქციებზე გამოდიოდა, რომ გააგრძელოს თავისი ძმის სისხლით მოპოვებული თავისუფლება და განაგრძონ გზა ევროპული მომავლისკენ. დღეს ქუჩაში იყვნენ ყოფილი პატიმრებიც, ის ადამიანები, ვინც რამდენიმე თვის წინ დატოვეს საპატიმრო დაწესებულება, დღეს მშობლებთან ერთად იყვნენ გიორგი ახობაძე და ნიკა კაცია. ისინი კარგად იცნობენ სისტემას, რომელშიც ამ დრომდე რჩება 100-ზე მეტი პოლიტპატიმარი. ნიკა კაცია და გიორგი ახობაძე იხსენებს იმ პერიოდს, რა დღეებიც გამოიარეს საპატიმრო დაწესებულებაში და ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია შესაძლებელია იყოს ნამდვილად სიმართლე, რადგან მათაც უწევდათ გარკვეული შეზღუდვების პირობებში ყოფილიყვნენ საპატიმრო დაწესებულებაში და ამბობენ, რომ სისტემა გამართულად ვერ მუშაობს და განსაკუთრებით ებრძვის სისტემა იმ ადამიანებს, ვინც შესულები არიან ციხეში სწორედ სინდისის პატიმრის სტატუსით და ებრძვიან იმ ადამიანებს, ვინც საპროტესტო აქციებზე დგომის გამო დააკავეს. ამ მეთოდით ცდილობს ალბათ დემორალიზებას ისევ, რაც არ არის მათი ხელწერის მხრივ ახალი ამბავი არავისთვის, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი პრეტენზია გამახსენდა, მათ შორის ისეთი სამართლიანი მოთხოვნა ჩემი, რომელზეც ვწერდი, გზავნიდი, ავრცელებდნენ, რა თქმა უნდა, კრიტიკული მედია საშუალებები და პენიტენციურ დაწესებულებას მუდმივად ჰქონდა პასუხი, რომ ეს ყველაფერი არის დეზინფორმაცია და თითქოს და მიმართულია დისკრედიტაციისკენ და პირდაპირ მინდა უპასუხო ყველა იმ ადამიანს, ვინც წარმოადგენს პენიტენციურ დეპარტამენტს, რომ შეეშვან ტყუილებს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, დაწესებულება, რომელიც მუშაობს ხარისხიანად, მას თავის მართლება არასდროს უწევს და როცა მუშაობს ხარისხიანად, პატიმრის უფლებები არ ილახება. იქნება ეს ყובה, იქნება საუბართან დაკავშირებული და უშუალოდ რაღაც შეზღუდვა, რომ ერთხელ დარეკავ და მეც ვერ დარეკავ, ასეთი გამოვიარე მეც. ეს რაღაც უფრო ადმინისტრაციიდან წამოსული რაღაც ის იქნება მონდომება ძალიან, რომ ისედაც გამოკეტილ ადამიანებს კიდე რაღაცა დამატებითი დისკომფორტები შეუქმნან. ნუ მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამასაც ხნით შეხვდებიან, ყველაფერს გადავიტანთ და ამ რაღაცა რუსულ რეჟიმს ბოლოს კისერს მოუგრიხავთ აუცილებლად რა. ესეთი რაღაცა არა ადამიანური და რაღაც პატარა კაცური რაღაც ახირებებით ვერც ბრძოლის შინს ვერ გატეხავენ და დაწუნებული ვარ ვერც მათ ეს ვთქვათ
ბრძოლის განწყობას ვერ ჩაახშობენ იმითი, რომ რაღაც დაწერილი წესების მიხედვით თვითონ ძალიან მკაცრად გაყვებიან ამ იმას, რა ქვია, თავშინა განაწესს, რომელიც როგორც უნდა ისე ცვლიან, რა დროსაც უნდა ასე. სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ახლა ქართულ ოცნებას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ახალგაზრდების ხმა საპატიმრო დაწესებულებიდან საზოგადოებამდე ვეღარ მივიდეს, თუმცა დღეს ქართულ ოცნებას ეუბნებიან, რომ მათი შულების ნაცვლად მათ ხმას ქართული ოცნება და სისტემა ყოველდღიურად გაიგონებს და ასევე შეცდებიან, რომ შეზღუდვები თუ ამოქმედდება ციხიდან ახალგაზრდების ხმაც ვერავინ ჩაახშოს.